გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. მოგესალმებით, დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი და დავიწყოთ ჩვენი ტრადიციული საფეხბურთო რუბრიკით თამაშს გარეთ, რა თქმა უნდა, კვლავ კოკაკოლასთან ერთად ჩვენი სიახლეები ფეხბურთის შესახებ ოღონდ მოედნის მიღმა, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ კიდევ ერთხელ ფეხბურთის ფინანსურ ან მენეჯმენტის საკითხებზე, რომელიც ჯამში სწორედ მოედანზე გადასატანად არის მნიშვნელოვანი. რამოდენიმე საკითხი დაგვიბრუნდა და თავისთავად ცხადია, რომელსაც დღეს მოვიხილავთ და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხებით სწორედ იმ ფინანსურ მაჩვენებლებს, იმ გუნდების ფინანსურ მაჩვენებლებს, რომლებიც ჯერ ნახევარფინალში მონაწილეობდნენ ჩემპიონთა ლიგის და ამის შესახებ ჩვენ დავაანონსეთ წინა გადაცემაში და რა ხდება ახლა ფინალში. როგორი ფინანსური შესაძლებლობები, ოღონდ სატრანსფერო ღირებულებებიდან გამომდინარე, გუნდები უპირისპირდებიან ერთმანეთს ამ ნაწილსაც. ნახავთ ისევე როგორც მოვიხილავთ ერთი გუნდის ფინანსურ ისტორიას, მარტივად მიმდინარე საკითხს ამ ნაწილში 20 გუნდასაწყოთის შედეგით და ალბათ ბევრი მიხვდება რომელ გუნდზეც საუბრობ, ქართველებით ტოპ 5 ლიგიდან ახლა ხანს დაგვეთებულ ერთ-ერთ გუნდზე, მაგრამ მაინც ბუნებრივია ჩვენ არ გვინდოდა რომ ყურადღების მიღმა დაგვეტოვებინა ტოპ 5 ლიგაში, საუბარია საფრანგეთში გუნდზე, რომელიც სამწუხაროდ დროებით, ასე ვთქვათ, ტოპ 5 ლიგას ამ კუთხით ტოვებს. მაგრამ მანამდე, რა თქმა უნდა, ყოველთვის და გამორჩეული სიახლეებით ჩვენ ტრადიციულად გვანებივებს ჩვენი პარტნიორი Coca-Cola და ახლაც კომპანია Coca-Cola Bottler Georgia საქართველოში ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სპეციალური ლიმიტირებული გამოშვების Coca-Cola-ის საკოლექციო კილებს FIFA World Cup 2026-ის კამპანიის ფარგლებში სთავაზობს. სპეციალური გამოშვების Coca-Cola კლასიკისა და უშაქრო Coca-Cola-ს, ანუ Coca-Cola კლასი და Coca-Cola Zero Sugar კილები მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების ეროვნული დროშებით გაფორმდება ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, ბრაზილიისა და არგენტინის ეროვნულ დროშებს Coca-Cola კლასიკის კილაზე შეხვდებით, პორტუგალიისა და ნიდერლანდების დროშები კი უშაქრო Coca-Cola-ს კილაზე დაგვხვდება. Coca-Cola-ს საკოლექციო კილები ეროვნული დროშებით გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც სწორედ მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება, რომლამდეც უკვე დღეები გვაშორებს. გულშემატკივრებს შესაძლებლობა ეკნებათ შეაგროვონ და გააზიარონ სხვადასხვა ქვეყნის დროშებით გაფორმებული კილები, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ემოციური გამოცდილების ნაწილი, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს. Coca-Cola უკვე საუკუნეზე მეტია მხოლოდ გამაგრებელი სასმელი არ არის, ის ოპტიმიზმის, გაზიარებული მომენტებისა და ერთად ყოფნის სიმბოლო გახდა, რომელსაც თან მრავალფეროვანი დაუვიწყარი გამოცდილება ახლავს. Coca-Cola-ს ახალი საკოლექციო შეფუთვა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე ხელმისაწვდომია და ჩვენს გადაცემებსაც დაამშვენებს. მალე ფეხბურთის ყველაზე დიდი ჩემპიონატი FIFA World Cup 2026 შეგახსენებთ, მე ვფიქრობ, რომ შეგახსენება არ ჩნდებათ, მაგრამ მაინც 11 ივნისიდან 19 ივნისამდე პერიოდში გაიმართება და ჩემპიონატ 3 ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადის 16 ქალაქი უმასპინძლებს. მართლაც Coca-Cola-ს კვლავ გამორჩეული კამპანია, კიდევ ერთხელ, რომელიც მართლაც არის მიღმა უბრალოდ გამაგრილებელი სასმელის, ვინაიდან კონცეპტუალური ნაწილი ფანტასტიკურია, შთამბეჭდავია და მართლაც ის აერთიანებს თითოეულ ადამიანს და თითოეული ადამიანისთვის მე ვფიქრობ აღძრავს განსაკუთრებულ ემოციას და განსაკუთრებულ, ასე ვთქვათ, ჩართულობის და ინტეგრაციის განცდას და სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ, რა თქმა უნდა, და FIFA-ს ირგვლივ, რომლის, ასე ვთქვათ, თავარი პარტნიორი არის Coca-Cola, ვაგრძელებთ ჩვენ საუბარს და ახლა ვსაუბრობთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც 10 ქვეყნის 27 ადგილობრივი ორგანიზაციის ჩართულობით ხორციელდება და შესაბამისად აი ამ 10 ქვეყნის 27 ადგილობრივი ორგანიზაცია იღებს
დაფინანსებას დაუცველ თემებში მცხოვრები ბავშვების მხარდასაჭერად FIFA ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ინიციატივებს, სწორედ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამომდინარე, მათ შორის იმ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რომლებიც ბავშვებისთვის განსაკუთრებით, რომლებიცაც ბუნებრივია, უნდათ რომ მსოფლიო ჩემპიონატი იყოს ზეიმი და სწორედ ეს სოციალურმა სიდუხჭირემ ბუნებრივია არ დაფაროს ის საზეიმო განწყობა, რომელიც ამ პერიოდშია 2025 წელს დაარსდა FIFA-ს გლობალური მოქალაქეთა განათლების ფონდი, რომელიც საბოლოო ჯამში 100 მილიონი საკუმულირებას, 100 მილიონი დოლარის საკუმულირებას ისახავს. მიზნად ამ კუთხით, რა თქმა უნდა, სააპლიკაციო პროცესის დაიწყო რეალურად FIFA-მ და Global Citizen-მა გამოაცხადეს მოქალაქეთა განათლების ფონდიდან გრანტის მიმღებთა პირველი ჯგუფიც 10 ქვეყნის 27 ადგილობრივი ორგანიზაცია შეირჩა და 50,000-დან 250,000 $1000-მდე გრანტების მისაღებად, ასე ვთქვათ, გამოცხადდა მზაობა, რაც ბუნებრივია საცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორედ სოციალურ დაუცველთა პრობლემების გადასაჭრელად. FIFA-ს გლობალური მოქალაქეთა განათლების ფონდი მიზნად ისახავს 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე 100 მილიონი დოლარის მობილიზებას. კიდევ ერთხელ, როგორც აღვნიშნეთ, დაკავშირებულია პირდაპირ სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის ნაწილთან, ბუნებრივია აქ მნიშვნელოვანია და FIFA-ს მიზანია გააფართოვოს ბავშვებისათვის განათლებასა და ფეხბურთზე წვდომა მთელ მსოფლიოში. ჯამში შეიძლება ითქვას, რომ უკვე ამ დროისთვის 30 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა ფონდმა სხვადასხვა ჩართულობით, არაერთი წამყვანი ბრენდი ჩაერთო ამ ნაწილში და მათ შორის ბუნებრივია თანხების აკუმულირებას ფონდი მოახერხებს ბილეთების გაყიდვიდან, რომელიც აგერ მიმდინარე პროცესშია. ჯანი ინფანტინი აღნიშნავს, რომ ფეხბურთს აქვს ძალა გააერთიანოს შთააგონოს და შექმნას ხანგრძლივი ცვლილებები და FIFA-ს გლობალური მოქალაქეთა განათლების ფონდის მეშვეობით ჩვენ ამ ძალას ვიყენებთ, რათა ინვესტიცია ჩავდოთ მსოფლიოს ბავშვთა მომავალში. როგორც ინფანტინი აღნიშნავს, ეს ორგანიზაციები არაჩვეულებრივ სამუშაოს ასრულებენ ხშირად ყველაზე რთულ გარემოში, რათა უზრუნველყო რომ ბავშვებს ჰქონდეს წვდომა განათლებაზე და ცხოვრებისეულ უნარებზე, რომლებსაც ფეხბურთი უზრუნველყოფს. Global Citizen-თან ერთად ჩვენ ვალდებულები ვართ გავაფართოვოთ ეს გავლა და დავეხმაროთ კიდევ უფრო მეტ ბავშვს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. FIFA-ს გლობალური მოქალაქეთა განათლების ფონდი გრანტის მიღებთა პირველ ჯგუფში შეირჩა სწორედ მაღალკონკურენტული, მრავალეტაპიანი პროცესის ჩართული და გავლილი პროექტები. ღია გლობალური კონკურსის მეშვეობით, აი თუ შევხედავთ კონკურსის ნაცვლად 3500-ზე მეტი განაცხადია ამ პერიოდისათვის წარდგენილი და რა თქმა უნდა ამ ნაწილში FIFA მაქსიმალურად ცდილობს კიდევ ერთხელ რომ ხარი დაუჭიროს, ხელი შეუწყოს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც სოციალურად დაუცველ ფენებს, განსაკუთრებით ბავშვებს კიდევ ერთხელ ეხმარება. ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატი და არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა იყოს საზეიმო განწყობის, მაგრამ პროექტებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ეს პროექტები რა თქმა უნდა არის გაგრძობადი, განვითარებაზე და განათლებაზე ორიენტირებული და შემდეგი საკითხი, რომელიც ბილეთების ფასებთან დაკავშირებულია კვლავ FIFA-სთან, რამოდენიმე საინტერესო სიახლე აღნიშნულთან დაკავშირებით CNBC-ს წყაროზე დაყრდნობით, როგორც აღნიშნულია ბილეთებთან დაკავშირებით, საკმაოდ აქტიური დისკუსია მიმდინარეობს, გულშემატკივართა შეშფოთება ცხადია, სხვათა შორის თუ გადავხედავთ ჩვენს გარშემოც, ის ადამიანები, რომლებიც მიემგზავრებიან მსოფლიო ჩემპიონატზე ბილეთებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ვარაუდებს გამოთქვამენ, ალბათ ბევრს გვსმენია ფეხბურთში ჩართულ ადამიანებს ამ კუთხით. წლევანდელ ტურნირზე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი მაჩვენებელია მოთხოვნის ბილეთებთან დაკავშირებით, მაინც არის მთელი რიგი უკმაყოფილება. FIFA-ს ახალი დინამიური, ეგრეთ წოდებული დინამური ფასების სისტემის თანახმად, ბილეთების ფასები მოთხოვნის მიხედვით იცვლება, ანუ კიდევ ერთხელ ეს არის ფიქსირებული ფასი რიგ შემთხვევაში და რეალურად უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი გულშემატკივრის შეფასებით, კიდევ ერთხელ CNBC-ზე დაყრდნობით ვსაუბრობთ ამ სიახლის შესახებ, ბილეთის ფასები 2022 წლის ტურნირთან შედარებით რიგ შემთხვევაში 10-ჯერ ან მეტად არის გაზრდილი. 10-ჯერ და მეტად. CNBC-ის მიერ ბილეთების ფასების მიმოხილვამ, კონკრეტულად მიმოხილვამ, აჩვენა, რომ ფასები მერყეობს $380 ნიშნულიდან, ну, მაგალითად პირობითად კოტ-დივუარსა და კოტ-დივუარის მატჩზე პირობითად, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და პარაგვაის შორის გასავართ მატჩზე $4105-დან $380-დან $4105-მდე მერყეობს ეს ფასები.
FIFA-ს ოფიციალური ბილეთების გაყიდვის პლატფორმაზე ზოგიერთი კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს აღწევს, მთელ რიგ შემთხვევაში დაფიქსირდა რაღაცა გრანდიოზული ფასები, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ გადამყიდველების ნაწილთანაც კი უნდა აღინიშნოს, რომ FIFA-ს შემთხვევაში არ აკონკრეტებს, FIFA არ აკონტროლებს ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ან ძნელია რომ გააკონტროლოს ყველა ესეთი ტიპის მიმართულება. შემთხვევაში აღინიშნოს, რომ FIFA იღებს 15%-იან საკომისიოს. FIFA-ს წარმომადგენლებმა CNBC-ს განუცხადეს, რომ ორგანიზაცია ფოკუსირებულია რომ თამაშებზე იყოს სამართლიანი წვდომის უზრუნველყოფა, როგორც არსებული, ისე პოტენციური გულშემატკივრებისთვის და ჯგუფური ეტაპის ბილეთების ფასები $60-დან იწყებოდა ამ ჭრილში, თუმცა ეს დაბალი ღირებულება რეალურად სპეციალურად საკვალიფიკაციო ეტაპის გუნდების გულშემატკივრებისთვის გაიცა, თუმცა შემდგომ პროცესი უკვე ძალიან რთულია გასაკონტროლებლად. გულშემატკივრები ცხადია კითხულობენ, სად არის ეს იაფი ადგილები, ბუნებრივია, ვინაიდან სწორედ ასეთ ტიპის $60 ფასები ალბათ ძალიან ძნელია რომ დაფიქსირდეს. აქ რა თქმა უნდა, კვლავ FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინი აცხადებს, რომ ორგანიზაციამ ბუნებრივია მიიღო 104 მარტზე 508 მილიონი მოთხოვნა, წარმოვიდგინოთ რაოდენობა ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს, შეთავაზებული 7 მილიონი ბილეთის დაახლოებით 508 მილიონის მოთხოვნა, როგორც აღნიშნულია FIFA-ს წარმომადგენლებს, უბრალოდ ბილეთის ფასები ყოველთვის გრძნობია ერთემ არა ამ მასშტაბის მეგაღონისძიებებისთვის კიდე უფრო მეტად გულშემატკივრებს ყოველთვის ექნებათ ფასების შემცირების განცდა, ბუნებრივია ეს განსაკუთრებით პრემიუმ სეგმენტის მატჩებზე. ისტორიულად რაც ჩვენ ნახეთ, არის რომ გულშემატკივრების ჩართულობა თავად ტურნირებში წარმოუდგენლად მდგრადი რჩება, როგორც კი შეჯიბრი იწყება, ყურადღება ძალიან სწრაფად კონცენტრირდება ფეხბურთზე. FIFA-ს ფინანსებით ბუნებრივია, როგორც თქვი, აღვნიშნეთ და ჩვენს არაერთ მიმოხილვაში უნდა გაიზარდა ტურნირთან ერთად, საბამისად გაიზარდა თანხები, რომელიც იქნება გადანაწილებული ამ შემთხვევაში გუნდებზე, მონაწილე ქვეყნების გუნდებზე. მოკლედ, საფეხბურთო ბილეთების ფასები მოგეხსენებათ უფრო და უფრო აქტუალობას შეიძენს მოახლოებულ მატჩებთან ერთად და რაც თავარია, ძალიან საინტერესო აქცენტი იყო გაკეთებული მოთხოვნასთან დაკავშირებით, ანუ ესე იგი დაფიქსირდა რამოდენიმეჯერ, ათეულჯერ, ასეულჯერ მეტი მოთხოვნა, ვიდრე ეს რეალურად შეიძლება ყოფილიყო და ეს რაც შეეხება გადმოვინაცვლოთ და ვისაუბროთ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეროვნული ნაკრების ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. მე ხედავთ ეკრანზე, ჩვენი გუნდი რუმინეთს უმასპინძლებს 2 ივნის, 5 ივნის ბაჰრეინს და ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საქართველოს რუმინეთს დასწრები ბილეთების გაყიდვა 2 მაისს 12 საათიდან უკვე ასე ვთქვათ დაწყებულია. 5 მაისს დაიწყო უკვე ბაჰრეინის მატჩზე დასწრები ბილეთების გაყიდვა. ცხადია ამ შემთხვევაში FIFA-ს კოლოსალურ ფასებთან იმ ნაწილში, რაც ჩვენ დავასახელეთ, ახლოს ვერ მივალთ, საუბარია 20, 40, 60 ლარიან ბილეთებზე ამ შემთხვევაში და ცხადია ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ერთ მოხმარებელზე მაქსიმუმ 3 ბილეთის შეძენა იქნება შესაძლებელი და როგორც მოგეხსენებათ ამ შემთხვევაში ბუნებრივია აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება. ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს და ხაზი უნდა გაუშვათ, არის ის, რომ საქართველოს ნაკრებს ყველა დონის, ყველა მატჩში ჭირდება გულშემატკივრების მხარდაჭერა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი გულშემატკივრები ამ სანაკრებო ფანჯარასაც ამ კუთხით გამოიყენებენ საკმაოდ აქტიურად. კიდევ ერთხელ ჩვენ მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ სანაკრებო პაუზების პერიოდში ჩვენ თვალყურს მივადევნებთ საქართველოს ნაკრებს იმ გუნდს, რომელიც სულ მალე დარწმუნებულია შემდგომ მსოფლიო ჩემპიონატზე 4 წლის შემდგომ, მანამდე ევროზე, შემდგომ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე დაგვაფიქრებთ თუ როგორ შევიძინოთ საქართველოს ნაკრების მატჩზე დასწრებული ბილეთები, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივროთ. ახლა აი ამ ნაკრებს აქ თბილისში უნდა მივადევნოთ თვალი ცხადია. და მინდა დაუბრუნდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სიახლეებს. ამ ნაწილში კიდევ ერთ საინტერესო ინიციატივა, საფეხბურთო ღია კარის დღე გაიმართა 2 მაისს ღონისძიების ფარგლებში 15 წლამდე
ასაკის გოგონები სხვადასხვა სახის საფეხბურთო აქტივობებში იყვნენ ჩართულები, ეს ძალიან კარგია, რომ გოგონებზე კეთდება აქცენტი, ვინაიდან მithumetes უფრო და უფრო მცირე ასაკის ვინაიდან ქალთა ფეხბურთი საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვაკის საფეხბურთო ცენტრის სატარებულ ღონისძიებას ესწრებოდა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი. ბუნებრივია, რომ ვარჯიშები მიმდინარეობდა სრულად ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით და რაც ყველაზე მთავარია და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მithumetes ამ ასაკში და არა მხოლოდ ამ ასაკში, ყველა დონის ასაკში, რომ საწვრთნელ პროცესს ლიცენზირებული მწვრთნელები ხელმძღვანელობენ, მოგეხსენებათ ლიცენზიებისაც აქვს მისი კატეგორია და სხვა ასაკზე აუცილებელია და ეს არის სწორედ პროფესიული მიდგომა საკითხისადმი, რომ ლიცენზირებული მწვრთნელები საბამისი განათლებით მონაწილეობდნენ და იყვნენ ჩართულები და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ ახლა მცირე შეფასებები სწორედ ამ პროცესთან დაკავშირებით. ვაკის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა ღია კარის დღე We Play Strong Georgia's პროექტისთვის, რომელიც არის 15 წლამდე გოგონების ვარჯიშები, უფასო და ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისში გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, კერძოდ ვაკეში, ვარკეცილში, გლდანში და გვემატება ხა დიღომი და დიდი დიღომი, ასევე ნუცუბიძეზე გვაქვს და ასევე ბათუმში არის ეს ვარჯიშები, სადაც 15 წლამდე გოგონებს შეუძლიათ რომ მივიდნენ და ივარჯიშონ სრულიად უფასოდ. ავარჯიშებენ ლიცენზირებული მწვრთნელები და ძირითადად ვარჯიშები ტარდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრებში. ჩვენ ვიმყოფებით ვაკის საფეხბურთო ცენტრში, რის შესახებაც გავიგეთ ორგანიზაციის მეშვეობით და გაგვიწიეს შუამდგომლობა მოვიყვანეთ ბავშვი, რომელიც არის სპეციალური საჭიროების მქონე შეშემოპირი ბავშვია, მაგრამ ეს საერთოდ არ უშლის ხელს და არ ზღუდავს. პირიქით თვალის მეხსიერება აქვს ძალიან კარგი და ტექნიკაც ასე თუ ისე ამბობენ, რომ ძალიან კარგი აქვს და იმედია წარმატებას მიაღწევს. მოწოდება იქნება მშობლებთან ჩემი მხრიდან, რომ ნუ შეზღუდავთ თქვენ შვილებს და აუცილებლად მიაღწევენ ისინი თავიანთ მიზნებს, თუ მათ აქვთ სურვილი და თქვენი ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, საჭიროა. ხალხთვანებულია ბავშვის ემოციებს საზღვარი არ აქვს, ამიტომ მშობლებო ეს ყველაფერი ღირს იმად, რომ ნახოთ თქვენი შვილები რამდენად ბედნიერები იქნებიან, როცა მათ მიცემთ იმათ, რაც სურთ. დიახ, მართლაც კონკრეტული მოწოდება ამ შემთხვევაში მშობლებისადმი არ შევზღუდოთ ბავშვები, მithumetes თუ მათ ფეხბურთი უყვართ და ამის შესაძლებლობა დღეს არსებობს ყველა კატეგორიის, ყველა ასაკის, უფრო ზუსტად ვთქვათ, ყველა ასაკის აქვს შესაბამისი კატეგორიის მწვრთნელი, შესაბამისი ლიცენზირების მწვრთნელი დღეს უკვე საქართველოს მწვრთნელთა განათლება სრულიად სხვა დონეზეა და შესაბამისი კატეგორიის მწვრთნელები ყველა ასაკის ბავშვებს ბუნებრივია დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო კვალიფიცირებულად მოემსახურებიან და ეს ხალისია ცხოვრების ერთი ჯანსაღი წესია და რა თქმა უნდა შესაბამისი მონაცემის მქონე ბავშვები დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ თუ რა თქმა უნდა ამ სპორტს კიდევ უფრო მეტად გაყვებიან და ძალიან მიხარია რომ საქართველოში დღეს უკვე აღარ ვსაუბრობთ ასე ვთქვათ ჩაერთვებიან თუ არა ბავშვები ფეხბურთში, არამედ ვსაუბრობთ რა მასშტაბებზე გავიდეთ და რა მასშტაბებზე ვისაუბროთ, ისევ როგორც უფრო და უფრო მინიმიზირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის პრობლემებზე საუბარი ან მოედნების მოწყობის საკითხზე პირიქით ამ კუთხით მართლაც შეიძლება ითქვას რომ რეგიონში გამორჩეული ადგილი გვაქვს. გავაგრძელოთ საუბარი დაპირებული ჩემპიონთა ლიგა, ალბათ ფინალი, რომელსაც ყველა ელოდება, როგორც წინა რუბრიკის დროსაც ჩვენ საუბრობდით, ცხადია ჩვენ შედეგებზე ამ შემთხვევაში ნაკლებად ვსაუბრობთ, ისე როგორც არ ვისაუბრეთ წინა გადაცემის შემთხვევაშიც უკვე დასრულებულ ნახევარფინალებზე, თუმცა ახლა როდესაც ნახევარფინალები დასრულებულია, ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ, ასე ვთქვათ, ერთი მხრივ ფინალში მონაწილე ორივე გუნდის სატრანსფერო ღირებულება, თავის საინტერესო დეტალები ჩვენ გვქონდა გარკვეული ანალიზი ამასთან დაკავშირებით და ნახოთ იმ გუნდების ფინანსური საგლებლობების, რომლებიც მანამდე ასე ვთქვათ დაგტოვეს და ასე ვთქვათ გამოეთიშნენ ჩემპიონთა ლიგის ასპარეზობა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დავიწყოთ პირველი დიაგრამა და დავიწყოთ სწორედ ბუნებრივია არც არ მინდა ახლა გამინაწყენდეს ვიდმე, მაგრამ ჩემთვის ფავორიტი იმიტომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რომ სწორედ ხვიჩა არის ამ გუნდში პირველ რიგში და 1,211,000,000 ევრო სატრანსფერო ღირებულება ამ შემთხვევაში პარი სენ-ჟერმენის გამორჩეულად სატრანსფერო მაღალი ღირებულების
მატარებელი გუნდი, რომელიც არის წარმოდგენილი ფინალში, სარეკორდოდ რა თქმა უნდა ამ კუთხით ზედიზედ ორჯერ და ზედიზედ ორჯერ ეცდება ბუნებრივია ჩემპიონთა ლიგის მოგება, საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტია ამ წუთში, ისევე როგორც ჩვენ შევხედავთ გარკვეულ ნაწილს, რომელიც ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებს შეეხება, ეს ნაწილი ჩვენ მთლიანობაში გავლილი გვაქვს ერთხელ დეტალურად, თუმცა ერთ დეტალზე მინდა მივახციოთ ყურადღება, არც თუ პოზიტიური ბალანსი აქვს პარის სენ-ჟერმენს სატრანსფერო მიმართულებებთან დაკავშირებით მინუს ნიშნით ფიქსირდება პარის სენ-ჟერმენის ეს ნაწილი 47 მილიონი, თუმცა აქ ბუნებრივია საუბარი პარის სენ-ჟერმენთვის ეს თანხა აბსოლუტურად არ არის რაიმე კუთხით გადამწყვეტი, ვინაიდან მოგეხსენებათ რომ რა თქმა უნდა სატრანსფერო პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ პარის სენ-ჟერმენი, როცა ჩვენ ერთი გუნდის ფინანსური ისტორიას ვეცნობოდით, პარის სენ-ჟერმენის ფარგლებში აღვნიშნეთ თუ რამდენი წყარო აქვს შემოსავლის და შემოსავლის დიფერენცირების სწორედ პარის სენ-ჟერმენს და ამ კუთხით რამდენად შეუძლია მას ასე ვთქვათ სხვადასხვა მიმართულების უფრო ჯეროვნად მართვა. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება და შევხედოთ კვლავ მის მეტოქეს, აი დაახლოებით თანაბარი საგნებელობის ფინანსური სატრანსფერო ღირებულების მატარებლები არიან, ამ შემთხვევაში საუბარია მილიარდ 230 მილიონზე, ამ შემთხვევაში ევროზეც, რა თქმა უნდა და შევხედოთ ამ ნაწილსაც, საკმაოდ შთამბეჭდავია ეს მაჩვენებელიც, ანუ ვერ ვიტყვით რომ ახლა ფინანსურად რომელიმე გუნდი ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად გამორჩეულია სატრანსფერო ღირებულებებიდან გამომდინარე, ანუ ამ კუთხითაც ახლა ვერ დავაყენებთ ასე საკითხს, რომ რომელიმე უფრო განსაკუთრებულად ძვირადღირებულმა გუნდმა სატრანსფერო კუთხით ვინც მოიგებს ამ თამაშს, ცხადია მოიგო თამაში. ვერა ამ ნაწილზე საერთოდ ვერ ვისაუბრებთ. ნუ პირიქით ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიახ, ასე ფინანსურ მაჩვენებლებში სატრანსფერო ღირებულებაში გამოხატული ბუნებრივად თანაბრად და თანაბარ გუნდებზე ვსაუბრობთ ამ ჭრილში, თუმცა აქვე მინდა გაჩვენოთ ტრანსფერების ნაწილი, თუ წინა შემთხვევაში საკმაოდ მცირე იყო, ნუ ამ თანხასთან შედარებით, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ 280 მილიონზე მინუს ნიშნით სატრანსფერო ღირებულების ნაწილში. ჩვენ არ გვისაუბრია არსენალის ფინანსური მოდელზე ჯერ, მაგრამ მოგეცემა საშუალება, რომ არსენალის ფინანსური მოდელიც გავიაროთ, შევისწავლოთ და აქაც ვნახავთ, ვეცნობოდი ამ ნაწილს სხვათაშორის და მაინტერესებს სწორედ სატრანსფერო ღირებულების მსგავსი ტიპის მინუს ნიშნით დაფიქსირების ბალანსი რა შეიძლება ყოფილიყო, ანუ წყარო ბალანსი რა შეიძლება ყოფილიყო და ძალიან საინტერესო ფინანსური მოდელი აქვს გუნდს იმისთვის, რომ არსენალი იყოს მდგრადი ამ კუთხით, სწორედ მსგავსი ტიპის ფინანსური გამოწვევების და თავისუფლად მისცეს საშუალება თავს განახორციელოს მათ შორის ასე ვთქვათ ხმაურიანი ტრანსფერები შემთხვევითი არ იყო თემა, არ ვიცი რა გაგრძელება მოყვება მას, მაგრამ მოგეხსენებათ საუბარი შეეხებოდა ხვიჩას ასე ვთქვათ ტრანსფერს არსენალში, აუცილებლად უნდა გავიხსენო ბოლოს ანაკრებო მატჩი ლიეტუაში, უკაცრავად ლიეტუაში გამართული სანაკრებო მატჩი და ლიეტუაში მქონდა პატივი ყოფილიყავი სტადიონზე და იქ იყვნენ ლიეტუელელი გულშემატკივრები არსენალის, რომელსაც ჰქონდათ გაშლილი ძალიან დიდი ესეთი ბანერი, სადაც იყო აღნიშნული, რომ ხვიჩა წამოდი არსენალში, ნუ მოკლედ შემთხვევითი არ იყო ეს ხმებიც. ნუ დაშვებულია ის ფაქტი, კვლავ ფინანსურ ნაწილზე რომ გადავიდე, დაშვებულია ის ფაქტი, რომ შესაძლებელია არსენალი იყოს გუნდი, რომელმაც ისეთი ღირებულების ტრანსფერი განახორციელოს, როგორი სატრანსფერო ღირებულებაც ხვიჩას აქვს და ამ წუთას ხვიჩას რა სატრანსფერო ღირებულებაც აქვს, საერთოდ მგონია, რომ ეს აბსოლუტურად არ არის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან ახლოს და ჩვენ ვნახავთ ძალიან მალე, როდესაც ტრანსფერმარკეტი ჩვენი მთავარი წყარო ამ შემთხვევაში განაახლებს ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებას, ვნახავთ ხვიჩას სატრანსფერო ღირებულების განახლებულ მაჩვენებელს. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ბუნებრივია მინდა შევახო უკვე გუნდებს, რომლებმაც დაგვტოვეს ამ ნაწილში, ბაიერნი, რომელიც 970 მილიონ ევროს ტოვდება და ჩამორჩება ამ შემთხვევაში ორივე ფინალისტის სატრანსფერო ღირებულებას ამ ნაწილში. ჩვენ ბაიერზე უფრო დეტალურად ქონა საუბარი, ამიტომ ცლად აღარ შევალ ამ დეტალებში, მაგრამ თითქმის პლუს 13 მილიონი აქვს ამ შემთხვევაში პოზიტიური სატრანსფერო ბალანსი აქვს. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ ბაიერნი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სატრანსფერო ღირებულების ნაწილში
თუნდაც წლის ჭრილში პოზიტიურ სატრანსფერო ბალანსს და შემდგომი დიაგრამა უკვე მადრიდის ატლეტიკო, რომელიც ამ კუთხით 4-ში და არა მარტო 4-ში, სხვათა შორის შეგვიძლია ვთქვათ, რომ 8 გუნდშიც კი ბოლოს შემორჩენილი 8 გუნდშიც კი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოკრძალებული ფინანსური მაჩვენებლის გუნდია სატრანსფერო ღირებულების ნაწილში 587 მილიონი ევრო, მოკრძალებულს ვეძახით ახლა 587 მილიონი ევროს, მაგრამ ერთხელ გავაკეთოთ ასე ვთქვათ ქართული კლუბების ანალიზით ამ კუთხით და ვნახავთ სად ვართ ფინანსურ ნაწილში ამ თვალსაზრისით. აქაც -84 მილიონი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია თუ ჩვენ პროცენტულ შეწონვას გავაკეთებთ და პროცენტულ მაჩვენებლებით ვისაუბრებთ ამ ჭრილში, მართლაც ეს ნაწილი ისეთია, ასე ვთქვათ, დამაფიქრებელი ნაწილია მადრიდის ატლეტიკოს შემთხვევაში, ისე როგორც ჩვენ არ გაგვიკეთებია მადრიდის ატლეტიკოზე ფინანსური ანალიზი, მცირე მიმოხილვა გავაკეთე ამ კუთხით, ამის შესახებ ჩვენ მოგვიანებით და სხვა დროს აუცილებლად ვრცელი მიმოხილვა შემოგთავაზებთ და აქაც ძალიან საინტერესო დეტალია, რომ მადრიდის ატლეტიკო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესებთან და საკმაოდ კარგი წყარო აქვს სხვა ალტერნატიული დაფინანსებების ამ ნაწილზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ და შემდგომი დიაგრამა ახლა პარი სენ-ჟერმენს მინდა დაუბრუნდე და კვლავ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება შემოგთავაზოთ ამ ჭრილში. კვლავ რა თქმა უნდა ხუთი სატრანსფერო ღირებულებაზე ვსაუბრობდი და ამ შემთხვევაში 5 ფეხბურთელშია, 4-ში 5-ში, იმიტომ რომ ორ შემთხვევაში ორი ფასი ერთმანეთს ემთხვევა 90 მილიონზეა საუბარი, თუმცა კიდევ ერთხელ მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება, ეს 90 მილიონი არის აბსოლუტურად არარეალური, მისი სიმცირიდან გამომდინარე, ვინაიდან 90 მილიონი წარმოუდგენელია ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენი, საერთოდ ხა როგორ შეიძლება შეელიოს ეს მეორე საკითხია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 590 მილიონად უბრალოდ 90 მილიონად რომ არ შეელევა, ეს გასაგებია, რა იქნება ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება ჩვენ ამ ნაწილს ტრანსფერმარკტის ამ ნაწილს აუცილებლად ვნახავთ განახლებულ ნაწილს და სიამოვნებთ როგორც კი ეს მაჩვენებელი განახლება ბუნებრივია იქნება ჩვენი დაკვირვების ნაწილი და ჩვენი ანალიზის ნაწილი, თუმცა მანამდე კიდევ ერთი დიაგრამა მინდა შემოგთავაზოთ ხვიჩას ამ შემთხვევაში ფასის დინამიკა, საკმაოდ საინტერესო დინამიკა ამ ჭრილში, აი აქ ამ შემთხვევაში მოყვანილია 2018 წლიდან ვსაუბრობთ ჯერ კიდევ დინამო, აი მოკლედ ქართული კლუბებიდან მოყოლებული, შემდგომ მოგესალმებით რუსული კლუბიც იყო, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ მილიონს ქვემოთ დაწყებულ სატრანსფერო ღირებულებაზე და სად არის დღეს ეს ფასი პარი სენ-ჟერმენის შემთხვევაში, ეს უკვე ვნახეთ 90 მილიონი. აი ახლა ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ჩვენ ვნახავთ მხოლოდ ამ აღმავალ დინამიკას. მცირე ცვლილება იყო ნაპოლის შემთხვევიდან სწორედ აი ნაპოლის პიკური ვერსიიდან შემდგომ მცირედით პარი სენ-ჟერმენის თითქოს ფასი დააკორექტირდა, ვინაიდან დასახელდა სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონის ნაწილში, თუმცა შემდგომ ვხედავთ უკვე აი ამ მაჩვენებლებს. მოკლედ ეს რაც შეეხებოდა სწორედ ამ ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვის აი ამ ნაწილს და რა თქმა უნდა, ახლა გვინდა შევხედოთ დიაგრამებს, რომელიც დაკავშირებულია ერთი საფეხბურთო გუნდის ფინანსური ისტორიის და ფინანსური მიმოხილვის ჭრილთან. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც უკვე დავაანონსეთ საფეხბურთო კლუბ მეციზე, ფრანგულ მეციზე და თუ შეიძლება პირველი დიაგრამა ჩვენ შევხედავთ სწორედ ფრანგული კლუბის სატრანსფერო ღირებულებას, რომელიც ბუნებრივად ჩვენს მიერ ნახსენები სატრანსფერო კლუბების ღირებულებისგან მნიშვნელოვანად დაბალია, საუბარია დაახლოებით 63 მილიონამდე ამ კუთხით და ძალიან ყურადღება უნდა მივაქციოთ სწორედ მაჩვენებელს სატრანსფერო ნაწილში თითქმის 30 მილიონიანი პლუსი აქვს, რაც ამ პროცენტულ მაჩვენებელს თუ მას პროცენტულ მაჩვენებელს გადავუყვანთ თითქმის 63 მილიონთან დაკავშირებით, თქოში თითქმის 30 მილიონი მოგეხსენებათ საკმაოდ შთამბეჭდავია. ანუ აქცენტი და ყურადღების გამახვილება იმ ნაწილზე თუ როგორ ყურადღებას აქცევს ამ შემთხვევაში მეცის სწორედ სატრანსფერო ღირებულებას და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური სატრანსფერო ბალანსი იმისთვის, რომ კლუბმა მდგრადობა შეინარჩუნოს და დიდი შეხსენება ამ ჭრილში არ გვჭირდება თუ რატომ არის მეცი ჩვენთვის საინტერესო შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება და სადაც ჩვენ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ვიტყოდი ასე დღეობითაც მეცის განსაკუთრებულად გამორჩეულ მოთამაშეს გიორგი წიტაიშვილს, რომლის სახებას თავარი საუბარი არის სწორედ ის, რომ დარჩება თუ არა მეცისში, დიდი ალბათობით როგორც ვარაუდია, ის არ დარჩება მეცისში ამ შემთხვევაში.
და ამ შემთხვევაშიც მოგეხსენებათ დამოკიდებულიც არის რომ მეცში ეს არის იჯარით ამ შემთხვევაში გიორგი თამაშობს იჯარით მეცში 2.5 მილიონია გიორგის სატრანსფერო ღირებულება და ბუნებრივია მეცის დაქვეითების შემდგომ ლიგა 1-დან ლიგა 2-ისკენ ბუნებრივია ლოგიკურად გაჩნდა კითხვები გიორგის დარჩენა არ დარჩენასთან დაკავშირებით შემდგომი დიაგრამა მინდა ყურადღება მივაქციოთ სწორედ გიორგის სატრანსფერო ფასის დინამიკას და ვხედავთ რომ 2.5 მილიონი ახლა და ამ პერიოდისთვის სწორედ გიორგის რეკორდია თუმცა დარწმუნებული ვარ რომ გიორგის ბოლოდროინდელი თამაში ასევე არ ასახავს ამ რეალობას რომელიც ამ პერიოდში გვაქვს ჩვენ რა თქმა უნდა გიორგის ამ კუთხით წარმატებას უსურვებთ შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება საკმაოდ საინტერესო ერთ-ერთი ბოლო ტრანსფერი მეცისთვის იყო ასევე გიორგი აბუაშვილი ასევე საქართველოს ნაკრებში უკვე მოწვეულდა საკმაოდ რამდენიმეჯერაც სასწრაფო ამიას მან კარგად გამოიჩინა და დარწმუნებული ვარ შემდგომ თამაშებს მას მიეცემა ეს სარგებლობა 1.200.000 ღირებულების ფეხბურთელი ახლა ამ შემთხვევაში საუბარია ამ შემთხვევაში იჯარაზე საუბრობ და ასევე საუბარია იმასთან დაკავშირებით რომ გიორგი შესაძლებელია ამ შემთხვევაში დარჩეს მეცში და განაგრძოს კარიერა შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება სადაც აი გიორგის ასევე სატრანსფერო ღირებულების დინამიკა შევხედავთ სწორედ 1.200.000 წილში სწორედ მეცში მან მიაღწია სატრანსფერო ფასის მაქსიმუმს და შესაძლოა ეს მისი კარიერისთვის ჯობდეს და მისი სატრანსფერო ღირებულებისთვის შემდგომ ჯობდეს კიდეც მეცისთან ერთად კარიერას გაგრძელება თუმცა ეს მანიცის ყველაზე უკეთესად ეს ნაწილი მაგრამ კარგია რომ პროგრესი მისი საფეხბურთო პროგრესი აისახა სწორედ სატრანსფერო ღირებულების ნაწილში და კიდევ ერთი დიაგრამა ბოლო ამ შემთხვევაში ფეხბურთელი რომელიც ქართველი ფეხბურთელი რომელიც მეცის შეუერთდა იყო გიორგი ქვილთაია ჩვენ თქვას კარგად გასწრები გიორგი ქვილთაია 1 მილიონი სატრანსფერო ღირებულებით ამ შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელებიდან შედარებით დაბალი სატრანსფერო ღირებულება აქვს გიორგის თუმცა მოგეხსენებათ გიორგის ჰქონდა კარიერაში გარკვეული ტიპის турბულენცია მე დარწმუნებული ვარ მეცში მან საკუთარი თავი კიდევ უფრო აქტიურად იპოვა და ბოლო პერიოდში ნახეთ გიორგის აქტიური თამაში მეცში და შემდგომი დიაგრამა სადაც მინდა რომ სწორედ გიორგის აი ამ ნაწილს შევხედოთ გიორგის ჰქონდა ფასების ვარდნა საკმაოდ გიორგის ღირებულება იყო 3 მილიონიც კი როდესაც ის განსაკუთრებულად კარგად თამაშობდა და მე დარწმუნებული ვარ რომ და სწორედ აქ აღარ არის სასახული უკვე მეცში მისი ფასი ანუ განახლება არ აქვს ტრანსფერმარქტს ამ შემთხვევაში და მე დარწმუნებული ვარ ტრანსფერმარქტის განახლების შემდგომ გიორგის ფასი აქ დაკორექტირდება პლუს ნიშნით რა თქმა უნდა და მე დარწმუნებული ვარ რომ უახლოეს პერიოდში გიორგის შეძლებს მეცში კარგი თამაშით გაასწროს მისივე სატრანსფერო ღირებულების მაჩვენებელს რა თქმა უნდა გიორგი ვითვლება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელად და მე დარწმუნებული ვარ რომ მოაჩის დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ნაკრების წარმატებაში და რა თქმა უნდა როდესაც მეცზე ვსაუბრობ ძალიან მცირე მიმოხილვა მინდა შემოგთავაზოთ ფინანსურ ჭრილში ფინანსური ისტორია მეცის უნდა აღინიშნოს რომ 2025-2026 წლის სეზონისთვის საკმაოდ მკაცრი ბიუჯეტის რეჟიმით ოპერირებდა მეცი და ჩვენ ეს ნახეთ ზღვარზე გადის მათ შორის სატრანსფერო ღირებულებების ვინაიდან ფრანგული ფეხბურთის სატელევიზიო უფლებებიდან მიღებული შემოსავალი არის მნიშვნელოვნად შემცირებული მეცისთვის ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ჩვენი ქართული ფეხბურთელების პრომოებს რომელიც სწორედ იმ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებებით ნახეთ მეცში ყოფნის პერიოდში კლუბმა შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ საინტერესო ფინანსური სტრატეგია ჩამოაყალიბა ბერნარ სერენის ხელმძღვანელობით მათი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და ამ შემთხვევაში განახორციელა ესეთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებისათვის ხელფასების შემცირების სტრატეგია, ну, საშუალო თვიური ხელფასები წარმოვიდგინოთ 2024 წელს იყო დაახლოებით 35,000 ევრო და 2026 წელს აი საშუალო თვიური ხელფასი ფეხბურთელების 28,000 ევრომდე შემცირდა, ანუ 7,000 ევრო საშუალო ხელფასის ამ შემთხვევაში საშუალო ხელფასი დაკორექტირდა კლუბი ჯამში, აი როგორც უკვე ჩვენ აღვნიშნეთ ტრანსფერმარქტის ანალიტიკიდან გამომდინარე, რომ პლუს ნიშნით ქონდა სატრანსფერო ღირებულებების ნაწილი, ეყრდნობა საკუთარი მოთამაშეების, ასე ვთქვათ, ტრანსფერებს და აი ამ ტრანსფერებიდან დადებითი ბალანსის მიღწევას იმედოვნებს. ჩვენ როგორც ვისაუბრეთ ამ შემთხვევაში 30 მილიონის პლუსზე ვისაუბრეთ დაახლოებით, რომელიც შეგლებელია ყოფილიყო მათი სატრანსფერო ღირებულების ნაწილი და კიდევ ერთხელ მთავარი ნაწილი, რომელიც მეცი შემთხვევაში დააკონტრაქტა შეიძლება ითქვას ეს სწორედ დააკორექტირა ეს სწორედ შეიძლება ითქვას რომ იყო შემცირება ხელფასების ნაწილის როგორც ბონუსების ნაწილის გადახედვა 2026 წელს მიმდინარე ფისკალური წლისთვის
წლიური შემოსავალი დაახლოებით 6.8 მილიონი დოლარი იყო ამ პერიოდის განმავლობაში და თქვენ ეს რამოდენიმე წამის წინახეთ ასევე კაპას რეკლამა, ეს არის კაპას ლოგო, ასე ვთქვათ, ეს არის ასევე მეცის ერთ-ერთი სპონსორი, სამწუხაროდ ვინც ჩაცმაზე უზრუნველყოფს და ასევე საინტერესოა რომ ამ კუთხით მცირე კომპანიებთან მეცი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს, მაგრამ ეხლა თუ როდესაც გადაცემას ვამზადებდით და მეცის ანალიტიკას ვესწრებოდით და შეფასებებს ვესწრებოდით, მეცის ლიგაურში ძალიან გაუჭირდება იმ სასპონსორო პაკეტების გაყიდვა, რომელიც მას აქვს მცირე ბიზნესისთვის, ისევე როგორც სხვა ტიპის კორპორატიული შეთავაზებებისთვის, ვინაიდან მეცი ხშირად იყენებს ამ კორპორატიულ შეთავაზებებს, რათა მაგალითად მეცის სტადიონზე შედგეს თამაში, თქვათ, მეცსა და პარის სენ-ჟერმენის შორის და ამ პერიოდში მეცი მოახერხოს და კიდევ უფრო ძვირად გაყიდოს საკუთარი კორპორატიული პაკეტები. ბუნებრივია, ეს ნაწილი ამ ეტაპზე ვეღარ იქნება სტრატეგიის მთავარი ნაწილი და მეცის მოუწევს ფინანსურად კიდევ უფრო მეტად დააკორექტიროს მისი შესაძლებლობები და კვლავ ალბათ მეცი მიმართავს კვლავ სატრანსფერო პოლიტიკას და ეცდება სატრანსფერო პოლიტიკით მიაღწიოს პოზიტიურ მაჩვენებელს, რომელიც მას ჰქონდა დაფიქსირებული და სწორედ ამიტომ არის სავარაუდო, რომ შედარებით ძვირადღირებული ფეხბურთელები მეციმ გაყიდოს, თუმცა მეორე სრული მეცის მიზანი ალბათ კვლავ იქნება ლიგა 1-ში დაბრუნება. დღევანდელი ჩვენი რუბრიკა თამაშს გარეთ ამის დასრულებულია. ვფიქრობ, ერთგვარი ფინანსური წრეში საინტერესო მიმოხილვა გავაკეთეთ ამ კუთხით და რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ უფრო მეტ მოახლოებასთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო მეტ აქცენტირებას გავაკეთებთ და კიდევ უფრო მეტ მიმოხილვას გავაკეთებთ მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ არსებულ ტენდენციებზე, ისე როგორც კვლავ შევეხებით ბილეთების ფასებს, ვინაიდან კვლავ ვიცი ქართული გულშემატკივრები, რომლებიც აპირებენ დასწრებას და კვლავ არიან უბილეთოთ ამ ნაწილში. ამ კუთხით გლობალურ ანალიტიკას, ისევე როგორც ოფიციალურ წყაროებს, შესაბამისად FIFA-ს ოფიციალურ წყაროებს ჩვენ დაწვრილებით მივადევნებთ თვალყურს. დღეს კი ამით გემშვიდობებით. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის